ხოდ გავწევდა მთიულებს თანაბარები მეფისა გაუტეხარ მომთიულნო შვინოვი დარწა მეხისა გაუტეხარ მომთიულნო შვინოვი დარწა მეხისა ადამი ბუგეს ქალაქი ვესკეღა დაღვიღონესა უჯუნო თარაში წყებე გულები დააღონესა უჯუნო თარაში წყებე გულები დააღონესა დამაისმინეს თიულთა ერეკლეს დანაბარები ჩაიცა ჭაჭვის პერანგი აკრიფეს შუბი ფარები მოგესალმებით, მე ვარ გაბრიელ მოლოდინი, ფასანაურით. ერთ დღესაც მამაჩემმა Facebook-ზე ნახა პოსტი, სადაც იყო პროგრამირების უფასო მასტერკლასის რეგისტრაცია. და რადგან მე ბავშვობიდან მაინტერესებდა პროგრამირება, კომპიუტერი და დიდ დროს ვატარებდი კომპიუტერულ თამაშებთან, შემომთავაზა რომ ეს კურსი მენახა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება მასტერკლასი პროგრამირებაზე, სანამ გადავალთ პროგრამირების ფილოსოფიის ახსნაზე, ჯერ გავეცნოთ ერთ მომენტს. აბა შემდეგი არის გაბრიელ მოლოდინი. მოგესალმებით, მე მქვია გაბრიელ მოლოდინი და ვარ 12 ხორო ფასანაური. თავიდანვე გადაწყვეტილი ვარ რომ პროგრამირებას სწავლა და არიყავ მომავალში პროგრამისტი. ამის მერე ეხლა შევხვდი თქვენ და მეძლევაში შევსწავლო ეს პროგრამირება. ძალიან მომეწონა თუ როგორ ხსნიდა მენტორი ყველაფერს დეტალურად როგორ მშვიდად წყნარად საუბრობდა და მეც გამიჩნდა სურვილი რომ მისნაირი კარგი მასწავლებელი გამხდარიყო. რაც ძალიან მომეწონა და ამის შემდეგ დავიწყე სწავლა გუაში. ჩემს მიზანსაც მივახცი. დიდი დროის და მუშაობის შემდეგ უკვე ახლა ვარ მენტორი და ვასწავლი 400-მდე მოსწავლეს. რობოტიკა და ელექტრული ინჟინერია ამ კურსის ავტორი და მენტორი ვიქნები მე. ავტომატიზირებული სისტემების შექმნას შევძლებთ, ვისწავლით. აი, მაშინ მოდი გვანახე რა დონეზე გაქვს ახლა გაკეთებული ეგ ნამუშევარი. აჰა, კაი, რა არის ახლა მაგ ჰედერში მოცემული, აბა ვნახოთ მაგ დიზაინი. ფოტოზე მანახე. მონიშნე კონკრეტულად ეგ ნაწილი. ისინი ვისწავლე, ანუ რო გადავედი 51 ჯგუფში, ხო, მამამდე სხვა ჯგუფშიც ვიყავი. აჰა, კარგი. აბა შენ მითხარი როგორ დავიწყოთ, შენ რას ფიქრობ და გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ? მას ჯერ უნდა შევქმნით ჰედერი. ჰედერი რის? ჯერ შეერთოთ მას ლინკი დავლინკოთ ისა, ლინკ. კი ბატონო, ოჩახ მარტო. ხო. კი. კაი, დაგემშვიდობთ ახლა თქვენ და აბა თქვენიც შევხვდებით შემდეგ აკეთებს. სანამ გუაში დავიწყებდი სწავლას, გუას შესახებ ბევრისგან გავიგე კარგი შეფასებები, მაგრამ რაც შეეხება პროგრამირებას, არ ვიცოდი პროგრამირება რას ნიშნავდა, რა იყო. ერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ კომპიუტერთან იყო კავშირში და კომპიუტერთან მუშაობას ნიშნავდა. იმის შემდეგ რაც დავიწყე გუაში სწავლა, ჩემი მოლოდინები ჩემს გვარს დაემთხვა. ხო და ამის მერე უკვე ჩემს თავში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გავხდი ჩემი თავის უფრო უკეთესი ვერსია, ბევრი რამ ვისწავლე, დავიწყე ჯანსაღი ცხოვრება, დაუთმე ჩემს თავს უფრო მეტი დრო და დროს აღარ ვხარჯავდი ფუჭად. თავიდან ვიყავი ძალიან მონდომებული და ვეხმარებოდი ძალიან ბევრ ბავშვს. ჩემს მთელ დროს უთმობდი ხოლმე კომპიუტერთან მუშაობას, სწავლას და სხვების დახმარებას. მაგრამ კომპიუტერი არ მიწყობდა ხელს, მქონდა სუსტი კომპიუტერი და არ მაძლევდა ბევრი საშუალებას. ერთ დღესაც, როდესაც ბატონმა ნიკამ ჩემი მონდომება დაინახა, მაჩუქამე კომპიუტერი, რომელმაც საშუალება მომცა უფრო წინ წავსულიყავი, უფრო მეტი შესაძლებლობა მქონიყო და სანამ გუაში შემოვიდოდი, ჩემი კომპიუტერთან ურთიერთობა იყო სულ სხვანაირი. მთელს დროს უთმობდი თამაშებს და თამაშობდი ყველანაირ თამაშს, რაც კი არსებობდა. და იმის მერე რაც დავიწყე გუაში სწავლა, ეს ყველაფერი შეიცვალა, მივხვდი რომ ეს თამაშები იყო დროის ფუჭი კარგვა და ის დრო, რასაც მე უთმობდი ამ თამაშებს, დავიწყე ჩემი თავის განვითარება. რაც დამიფასდა და უფრო წინ წამწია. პროგრამირების გარდა და კომპიუტერთან მუშაობის გარდა ასევე დაკავებული ვარ ჯანსაღი ცხოვრებითაც, მივყვები ვარჯიშს, ახლაც ვარჯიშობ,
დაკავებული ვიყავი აქამდე ძიუდოთი და ახლა ვაპირებ უკვე რომ გოას MMA-ის დარბაზში დავიწყო სიარული და განვაგრძო იქაც ჩემი ფიზიკური განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, ფასანაური გამოირჩევა ტურისტული სივრცით. მეც მქონდა სურვილი და მინდოდა რომ ამ ტურისტული სივრცით დავკავებულიყავი და მემუშავა ამ მხრივ და მქონიყო ჩემი შემოსავალი, მაგრამ ვამჯობინე გოა და პროგრამირება და ეს დრო დაუთმე ჩემი თავის განვითარებას. ჩემს გარშემო ბევრს გონია რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ჯერ სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტის დამთავრება. მაგრამ გოამ დამანახა რომ ადამიანს ეს ადრეული ასაკიდანვე შეუძლია. რადგან გოაში არის გამორჩეული სწავლება და გამორჩეული ტემპი. დამანახა მომავალი და დამანახა ჩემი მიზნები. თავიდან ვიყავი ძალიან მორიდებული და არ გამოურჩეოდი აქტიურობით. მაგრამ მას შემდეგ რაც გოაში დავიწყე სწავლა, ჩამიტარდა პირველი გაკვეთილი, ჩემი თავი ფაქტიურად შეიცვალა. მიჩნდებოდა უფრო მეტი შეკითხვა. მინდოდა რომ უფრო მეტი კითხვა დამესვა ჩემი მასწავლებლისთვის და უფრო უკეთესად გამეცნო ჩემი ჯგუფელები. რამაც გამოიწვია ამ ჩემი მორიდების გაქრობა და ჩემი თავის უფრო წარმოჩენა. პროგრამირების ძალიან ბევრი აკადემია არსებობს, მაგრამ გოა გამოირჩევა თავისი სისტემით, სადაც ინდივიდუალური ყურადღება ექცევა თითოეულ მოსწავლეს და თითოეულ მოსწავლეს ყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც მას აკონტროლებს და შანსი არ არის მან რამე ვერ ისწავლოს და ვერ გაიგოს. ასევე გოაში ჩვენი სისტემის დახმარებით ჩვენ ვეცნობით ჩვენი მოსწავლეების ფსიქოლოგიას და უდგებით ისე რომ ყველაფერი მათთვის იყოს საინტერესო, გასაგები და მომხიბლა. გოა გამოირჩევა სწავლასთან ერთად დასაქმების პერსპექტივით. გოაში ყოველი დღე არ გავს ერთმანეთს. გოაში სწავლა არის თავგადასავალი. გოაში ვსწავლობთ მომავლის პროფესიებს და ახალ ტექნოლოგიებს და გოაში ნებისმიერი ბავშვი შეხვდება თავდაჯერებულად მომავლის გამოწვევებს. წლების წინ ვინ წარმოიდგენდა რომ აი აქ ვიქნებოდი და ასე ონლაინ შევძლებდი მუშაობას ჩემი სახლიდან, შვიდად, წყნარად, კომფორტულად და თუ სადმე მომინდება წასვლა და სტუმრობა, შემიძლია გავიყოლო თან ჩემი ლეპტოპი და იქიდანაც წყნარად და შვიდად გავაგრძელო მუშაობა. გოაში სწავლის გარდა ასევე ფიზიკური აქტიურობითაც ვარ დაკავებული. როდესაც მე გოაში შემოვედი, ყოველ გაკვეთილზე, დასვენებებზე, კამერაში ვაკეთებდი თაჯიმანიებს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ იყო სწავლა, მაინც ხდებოდა ჩვენი ფიზიკური დატვირთვა და ვეწეოდით ასევე ჯანსაღ ცხოვრებას. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვსრიალებ თხილამურებით. გოაში გვასწავლიან მშობლების პატივისცემას, სიყვარულს და გვასწავლიან იმ ყველაფერს, რომ ჩვენი ცოდნით, ჩვენი შრომით უნდა გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ. ასევე ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა და პოეზია. ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელის და ვაჟა ფშაველას შემოქმედება. გოა არის აკადემია, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, პატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე. შემოგვიერთდი გოას უდიდეს ოჯახში და საკუთარ თავზე გამოსცადე ბედნიერება და სიმშვიდე. აბა შავხედნოთ ქვეყანას, ძირს ვაკე მაღლა მთებია. ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიუვალი გზებია. რამდენჯერ დავფიქრებულ ვარ, გულშიაც ცეცხლი მთებია, სხვაზე დვერაზე და დაუმდგარ ვარ, მარტო ეს მიფიქრებია. ღმერთი რო კაცსა გააჩენს, თანვე დაუწერს ბედსაო, ზოგს მისცემს ბატონობასა, სხვას კი დაუხრის ქედსაო. ვენაცვლე უფლის სახელსა, ჩვენს დამბადებელ ღმერთსაო, ღმერთმა დამბადა მუშა და იმან მიკურთხა მარჯვენა. უნდა ვხნა, თესო, გვიშრომო და გამოუკვებო ქვეყანა.
ალალის ოფლით ნაშონსა ლუკმას სჭამ გემრიელა და ვიცი რომ ჩემი შრომა ჯაფით მოსული ხელა და დარალულს ქვა რომ მაჭმიო მომეჩვენება ქადა და ბედნიერი ვარ ოღონდ კი ქვეყანამ მიცნოს კაცა და კაცი ვარ მენაც კაცი ვარ ვაჟკაცი ნამუსიანი სხვარი და ძროხა ბევრი მყავს სახნავი სასუქიანი სხვა დადგა ჩემი ყანები თავთუხიანი საქერეს ქერი მითესავ ქერია ჩარათიანი სავსე კოდები მიდგია ყველიან კარაქიანი ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა ბარაქიანი